ნებისმიერმა, ვისაც აქვს წელის ტკივილის ან დაძაბულობის შეგრძნება 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა მიმართოს ექიმს კონსულტაციისთვის. ზოგადად, ხერხემლის ართრიტის დიაგნოსტიკა მოიცავს 3 საფეხურიან პროცესს, რომელიც იწყება დაავადების ისტორიის შეფასებით. პაციენტს სთხოვენ აღწეროს თავისი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილის, დაძაბულობის შეგრძნება და სახსრების ფუნქცია, როდის და როგორ დაიწყო სიმპტომები და როგორ შეიცვალა ეს სიმპტომები დროთა განმავლობაში. პაციენტმა ასევე უნდა აღწეროს, თუ როგორ მოქმედებს არსებული სიმპტომები მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და სამუშაო აქტივობებზე. დაავადების ისტორია შესაძლოა მოიცავდეს პაციენტის სხვა დაავადებებს, დანიშნულ მედიკამენტებს, ადრე ჩატარებულ მკურნალობას, ოჯახის დაავადების ისტორიას და მის ზოგად ჩვევებს, როგორიცაა ალკოჰოლის მიღება, მოწევა და ასე შემდეგ. ტკივილთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ექიმმა შეიძლება დასვას შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რა იწვევს ან აძლიერებს ტკივილის შეგრძნებას და რა ამსუბუქებს მას. დანარჩენი კითხვები შეიძლება ეხებოდეს პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრების წესს, როგორიცაა ვარჯიში, ყვება, სპორტი და ნებისმიერი სხვა ღონისძიება. კონსულტაციის დროს ექიმი აფასებს პაციენტის ზოგად მდგომარეობას, კუნთების ტონუსს, ნერვების ფუნქციას, რეფლექსებსა და ხერხემლის პრობლემური სახსრების მოძრაობას. ექიმი აკვირდება კუნთების ძალას, მოქნილობას და პაციენტის უნარს განახორციელოს ყოველდღიური ცხოვრებისეული მოძრაობები, როგორიცაა სიარული, მოხრა და ასე შემდეგ. პაციენტს ასევე შეიძლება სთხოვონ შეასრულოს გარკვეული ვარჯიში, რომ განისაზღვროს მისი მოძრაობის უნარი და დადგინდეს იმ ტიპის მოძრაობა, რომელიც გააძლიერებს მის ტკივილს. ექიმმა შეიძლება დანიშნოს ხერხემლის რენტგენოგრაფია, რითიც დადგინდება, დაზიანებულია თუ არა მალებს შორის სახსარი და არსებული დაზიანების ხარისხი. რენტგენოგრაფიამ შეიძლება აჩვენოს ხრტილის წვეთა, კომპრესიული მოტეხილობები და ძვლოვანი წანაზარდების არსებობა და მდებარეობა. რენტგენოგრაფიის მეშვეობით გამოირიცხება ტკივილის სხვა მიზეზები და დგინდება საჭიროა თუ არა პაციენტის სხვა სპეციალისტთან გაგზავნა. თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ის, რაც რენტგენოგრაფიაში ჩანს, შეიძლება არ იყოს დაკავშირებული ოსტეოართრიტის არსებობა არარსებობასთან და მასთან დაკავშირებულ ტკივილთან. მაგალითად, 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანთა უმეტესობას აქვს დეგენერაციული ცვლილებები ხერხემალში, რომელიც შეესაბამება ოსტეოართრიტს, მაგრამ მათ 85%-ს არ აწუხებს ტკივილი ან დაძაბულობის შეგრძნება. პირიქით, რენტგენოგრაფიამ, რომელიც ჩატარდა ოსტეოართრიტის ადრეულ სტადიებზე, შეიძლება ჯერ არ აჩვენოს სახსრების თვალსაჩინო დაზიანება, მაგრამ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს სიმპტომები. ყველა ამ მიზეზის გამო პაციენტის დაავადების ისტორია და მისი კლინიკური შეფასება აუცილებელია ზუსტი დიაგნოზის და მკურნალობის გეგმის დასადგენად. კომპიუტერული ტომოგრაფია შეიძლება გამოყენებულ იქნას ხერხემლის არხისა და მიმდებარე სტრუქტურების მდგომარეობის შესაფასებლად. კომპიუტერული ტომოგრაფია ასევე შეიძლება მოიცავდეს მიელოგრაფიას, როდესაც გამოიყენება რენტგენოგრაფიული კონტრასტული ნივთიერება, რომელიც შეჰყავთ ინტრადურალურ სივრცეში. მიელოგრაფია აჩვენებს ხერხემლის ისეთ ცვლილებებს, როგორიცაა მალთაშუა დისკოს პროტრუზია ან ძვლოვანი წანაზარდები, რომლებიც შესაძლოა ზეწოლას ახდენდნენ ზურგის ტვინზე ან ნერვულ ფესვებზე. MRT ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის დახვეწილი გამოსახულების მიღების მეთოდი, რომელსაც შეუძლია აჩვენოს ზურგის ტვინის, ნერვული ფესვების, დისკების, იოგების და ხერხემალთან მიმდებარე ქსოვილებისა და სივრცეების დეტალური სურათი. მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის პროცედურა მოითხოვს პაციენტის აპარატის მაგიდაზე დაწოლას დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. ასევე არსებობს ღია და ვერტიკალური ტიპის MRT აპარატები, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ კლაუსტროფობია და დახურული სივრცის შიში. მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას შეუძლია გაამახვილოს ყურადღება გარკვეული ქსოვილების დეტალებზე, როგორიცაა ქსოვილში წყლის შემცველობა, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მალთაშუა დისკოს დეგენერაციის, ინფექციების ან სიმსივნეების განსაზღვრის შემთხვევაში. წელის ტკივილის სიმპტომებთან ერთად რომელიმე სხვა ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის არსებობის შემთხვევაში პაციენტის გამოკვლევა ხდება გადაუდებელი და უნდა ჩატარდეს იმავე დღეს. ონკოლოგიური დაავადების ისტორია ან აუხსნელი წონაში დაკლება. ინფექციის სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, კანკალი და ციება. შორისის ან სასქესო ორგანოების დაბუჟება და შარდვის პრობლემები.
უახლოესი დაცემის ან ტრავმის ფაქტი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ხერხემლის მოტეხილობა. ძლიერი დაბუჟება ან სისუსტე ერთ ან ორივე ფეხში. პაციენტის შეფასება ჩვეულებრივ მოიცავს არსებული სიმპტომების განხილვას და დაავადების დეტალურ ისტორიას, ფიზიკურ მდგომარეობის გამოკვლევას და წელისმალების რენტგენოგრაფიას. სხვა ტესტები, როგორიცაა სისხლის ანალიზი, MRT ან კომპიუტერული ტომოგრაფია, შეიძლება ჩატარდეს, თუ არსებობს საფრთხის ნიშნები ან სხვა იშვიათი პრობლემების არსებობის დადასტურების და გამორიცხვის მიზნით, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ მსგავსი სიმპტომები. ეს შეიძლება იყოს ხერხემლის სიმსივნე, ინფექცია, მოტეხილობა ან სხვა სახის ართრიტი. MRT და კომპიუტერული ტომოგრაფია ჩვეულებრივ არ არის საჭირო წელის ტკივილის პირველადი შეფასების დროს. კვლევებმა აჩვენა, რომ იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებსაც ადრეულ ეტაპებზე აქვთ ჩატარებული MRT, რეალურად უარესდება გადაჭარბებული სამკურნალო დანიშნულების გამო. იმის გამო, რომ ზოგადად მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს ასაკობრივი ცვლილებები ხერხემალში, ადრეულმა მაგნიტურ რეზონანსულმა ტომოგრაფიამ შეიძლება გამოიწვიოს ექიმების მხრიდან ამ ცვლილებების არასწორი დაკავშირება პაციენტის ტკივილის წყაროსთან. ყველა დიაგნოსტიკური კვლევის მიზანია აღმოაჩინოს მსგავსება ან თანხვედრა სხვადასხვა ტესტს შორის, რომლებიც მიუთითებენ ზუსტ დიაგნოზზე სხვადასხვა შესაძლო ტესტებს შორის. მთავარია პაციენტის ტკივილისა და უუნარობის გამომწვევი მდგომარეობის დიაგნოსტიკა, რომ თავსატეხის ყველა ნაწილი ერთად დაალაგდეს და არ ეყრდნობოდეს მხოლოდ დიაგნოსტიკურ ტესტებს.